წავიდნენ კოალიციიდან დემოკრატების ჯერებით უმცირესობაში. მე ვარ უმრავლესობაში, ანუ ამ უმრავლესობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, რომლის ერთ-ერთი წევრი მე ვარ. კოალიციას ახლა ყავს უმცირესობა 6 დეპუტატის შემადგენლობით, ხოლო 9 დეპუტატი უკვე არის უმცირესობაში, უმრავლესობაში, ანუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გაშინებთ ეს მომენტი, პრობლემებს ხარ შექმნეს გაწყვეტილების მიღების. გეტყვით რატომ? ანუ რაც წერამ თქვი, ისევ იმის გამეორება მომიწევს, თუ ჩავთვლით, რომ საკითხი, რომელიც საკრებულოზე გამოდის, არის რაღაცა მისაღები და წაადგება ჩვენი ქალაქის განვითარებას. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა არც პოლიტიკურ და რაღაც პარტიულ კუთვნილებას. თუ პროექტი მოსაწონია მისაღებია რაღაცის გამო, ან ვისაც ექნება დავშთ განსხვავებული აზრი, იმას დაასაბუთებს. მე ვფიქრობ, რომ ამის ირგვლივ უფრო უნდა ვიყოთ ორიენტირებული და შეკრებილი, ვიდრე რაღაც კონკრეტული რაღაც პარტიული ნიშნით დაჯგუფებულები. თუ ეს ორიენტაციით გამოაკვდება უკვე უმრავლესობა აღარ აღარც უმცირესობა და აღარც უმრავლესობა. ამიტომ პრობლემები ხარ იქნება. არ მგონია საკითხის გადაწყვეტაზე რომ პრობლემები იყოს, იმიტომ რომ ჩვენთან პოლიტიკური ნიშნით საკითხები ძალიან ნაკლებად არის. სულაც არ ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ჩემს წინააღმდეგ ამხედრდება და კომისიის თავმჯდომარეობას დამატოვებია. საკრებულო ჩემი აზრია არ არის ის ადგილი, სადაც მაგ გარჩევების არ არის მაგ გარჩევების ადგილი. ბიუჯეტში, რომელიც შემოვა ნოემბრის ბოლოს, უბრალოდ 15 ნოემბრამდე უნდა შემოვიდეს, გათვალისწინებული იყოს მაგალითად უფრო მეტი თანხა ჭალის დასახლებაზე და არ იყოს გათვალისწინებული ვერხვების დასახლებაზე და ამას არ გააპროტესტებს თამარ თეთლიაშვილი. რა თქმა უნდა გააპროტესტოს და ანალოგიურად გააპროტესტებს, იმიტომ რომ ის პროექტები თუ მაგალითად მერია დამისაბუთებს, რომ ეს არის ამოწეული ან გარდამავალი პროექტებია, ან აქ ხდება რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა არის, პრიორიტეტებია და ამის მიხედვით არის, მით უმეტეს ახლა ერთიანობაში ახლა უნდა ავიღოთ წინა წლის ბიუჯეტიც გასული წლებისაც შეიძლება იმ პერიოდში რომელიმე უბანში არ იყო ის სამუშაოები შესრულებული, ამ დროს აქეთ სრულდება ახლა და მაგ კუთხით შეიძლება რომ დადებითად მივუდგე, მაგრამ თუ იქნება რომ არა, იმიტომ რომ ეს იქა და აქ უნდა ვიმართოთ და არანაირ დასაბუთება არ იქნება, ამას ყველა გააპროტესტებს. დაუშვათ, აი უფრო დავაკონკრეტებ. იყოს არჩევანი ან ვერხვების დასახლებაში, ან ჭალის დასახლებაში გარკვეული პროექტი. და ამაზე მაჟორიტარმა ვერხვების კატეგორიულად მოითხოვოს თქვენ დათმობთ ამას იმის სანაცვლოდ რომ ხმა მისცეს თეთლიაშვილმა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თქვენ ხართ ვერხვების მაჟორიტარი დეპუტატი. რომ არ იყოს რაიმე თანხა გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში ვერხვებისთვის. მე მოვითხოვა თქმა უნდა, რომ იქნას გათვალისწინებული. მე მაქვს უფლება რომ და რომ არ გაითვალისწინო? ამას გავაპროტესტებ, რა თქმა უნდა, ხმამაღლა. რაში გამოხატავთ ამ გაპროტესტებას? არა, რა არის იცით? დაუჭერთ მხარს ბიუჯეტს. ჩვენ ისეთი დაუჭერთ მხარს ბიუჯეტს. შეიძლება თქვა რა, დაუჭერ თუ არ დაუჭერ. არ შეიძლება არც დაუჭირო მხარ და შეიძლება დაუჭირო მხარიც, მაგრამ ამაზე არგუმენტები უნდა მოვისმინო. მე იმით თქვა მინდოდა, რომ თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი თვითონ მობრძანდება და საკმაოდ ისეთ მრავლისმომთელ და ბევრჯერ დაურწმუნები ვართ კიდევაც რაიმე საკითხის აუცილებლობაში, როდესაც ჩვენ რაღაცა ეჭვი გქონია და გვიფიქრია, რომ ეს შეიძლება მოგვიანებით გადაწყდეს, მაგრამ და ასევე კომისიის სხდომებზეც ყოველთვის ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში ყოველთვის მოდიან სამსახურის უფროსები და ისინი ახსნა განმარტებებს, საფუძვლიან ახსნა განმარტებებს იძლევიან. მე არ ვფიქრობ, რადგან კომისიის თავმჯდომარე ვარ, ჩემი კომისიის სხდომაზე და ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრიც, რომ რატომღაც არ მოვიდეს რომელიმე სამსახურის უფროსი და მან არ შეიტანოს ნათელი არ მოფინოს იმ პროექტს, რომელიც აქვს წარმოდგენილი. მაგრამ იმ ახსნა განმარტების თუ აი ამ საუბრის შემდეგ თუ კი მე ვიფიქრებ, რომ ეს ლოგიკას არის მოკლებული, ეს ახსნა განმარტება და ჩემზე არის
ზეწოლა, რა ძალიან მეეჭვება რომ იყოს. იმის გამო, იმიტომ რომ ქალაქის მერი არ არის ბერხობის და კვერნაკის გარდა სხვა ოლქების მერი, სრულიად ქალაქის მერია და რა თქმა უნდა თავის ინტერესებშიც არის. მერია რესურსებს ანაწილებს თანაბრად, ხო? დიახ. არ ვიცი, შეიძლება თანაბრად ვერ განაწილდეს ამ შემთხვევაში და სხვა მეტი მოითხოვს სხვა ოლქმა. მიბასმოთ, დათმობთ თუ არ დათმობთ ამ პროექტს? არა, პროექტს დავთმობ შემთხვევაში თუ ჩემი ქალაქისთვის ყოველი ადგილი, ყოველი ჩემი ქალაქის ნაწილი ჩემთვის ტკივნეული არის. ეხლა არ გიგულოთ მე რადგან ჭალასადგურისა და ის ამორჩეულთა მე რა ვარ ესენი არჩეული, არ გიგულოთ ჩემთვის ტკივნეული არ იყოს მინაწყლის დასახება, იგივე ვერხობის დასახება, იგივე კომბინატი, ერთი და იგივეა, როგორც ადამიანისთვის ყველადმა. აი ეს თვითონ სიტუაციას გააჩნია. როგორი სიტუაცია გვექნება, რატომ დადგება ეგრე საკითხი, რომ მაინდა მაინც იქ უნდა გაკეთდეს და აქ არ უნდა გაკეთდეს. მე არ ამბობ, იმიტომ რომ ესეთ საკითხი არ დადგება, საკმაოდ მიდგომა მერიისა და თვითონ საკრებულოსი არის ძალიან ისეთი მასშტაბურია, უფრო ფართო არის და იქ ვიწრო დონეზე ეს და ვიწრო აზროვნებით არ მოხდება. არა, ნუ მაჟორიტარია უბნის და შესაბამისად იმ უბნის ინტერესები უნდა არა, რა თქმა უნდა, მაგაზე მეორე აზრი არ არსებობს. და თქვენც მაჟორიტარი ხო? მეც მაჟორიტარი ვარ, კი. ეს თვითონ სიტუაცია დავანახებს ამას. და მოვიგდებით ალბათ, მიზა თამარი სანახევროდ გავიყოთ ალბათ იმ თანხას და ნახევარს მოვახმართ ჭალასადგურისა და წყაროსყურის დასახლებას, ნახევარს ვეხმარის დასახლებას.